პრესამ და რაც შეეხება დღევანდელი დღის კალენდარს, მოკლედ გვაინტერესებს ალბათ თუ რა იწერებოდა, თქვათ იგივე წინა საუკუნეში ქართულ ბეჭდურ სივრცეში და ამასთან დაკავშირებით ვნახოთ ნანა კალანდაძის მიერ მომზადებულ სიუჟეტი. საკონსტიტუციო ცვლილებები ერთ-ერთი ის აქტუალური თემაა, რომელზეც ქართული ბეჭდური მედია ამ კვირის განმავლობაში წერდა. ვნახოთ რა იყო აქტუალური 9 თებერვალს ძველ გამოცემებში. რომელ გაზეთს ვეცნობთ დღეს? ახლა მოვედით თაროსთან, სადაც გვიტევს კომუნისტი გაზეთი, ეს არის 1922 წლის პირველი კვარტლის. ახლა მოვძებნოთ ჩვენ ვეძებთ 9 თებერვალს. ან დღევანდელ დღეს რა იბეჭდე? 9 თებერვალია. გიტაკეხმარები. აი, ეს არის 9 თებერვლის გაზეთი. სადაც რასაკვირველია, ის უკვე გასაბჭოებული საქართველოა და ძირითადი აქცენტი გაკეთებული არის საბჭოთა საქართველოს შენებაზე. ეხლა რა ხდებოდა საქართველოში არჩევნები ყოფილა, საბჭოთა არჩევნები, რაზეც წერენ სხვადასხვა მაზრის მიხედვით, მაგალითად ოზურგეთის სამაზრო საარჩევნო კომისია დეპეშით ატყობინებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შემდეგ არჩევნები დაიწყო 1 თებერვლიდან, რომელიც ბევრ ალაგას უკვე დასრულდა. მაგალითად, ქალაქ ფოთში, ფოთის ქალაქის საბჭოს არჩევნები დასრულდა, არჩეულია 22 კომუნისტი, 4 მემარცხენე სოციალ-ფედერალისტი და 1 უპარტიო. ყოველდღიური იყო კომუნისტი? ყოველდღიურად გამოდიოდა. შეიძლება ჩავარდნაყოფილიყო შაბათს ან კვირას დასვენების დღეებში, მაგრამ გამოდიოდა ყოველდღიურად. იმიტომ რომ საბჭოთა საქართველოს ჭირდებოდა ყოველდღიური პროპაგანდა, რომ დაემკვიდრებინა თავი.